ნაყოფი რა არის? ნაყოფი სულისა, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს და ჩამოთვლის იქ მრავალ რამეს. არის სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, სულგრძელება, მარხვა, მოთმინება. და ბოლოს ამბობს, ესე ვითარდებთ ის არასძეს რჯული. ამათნაირებისთვის არ არის რჯული. იმიტომ რომ ეს რჯულზე მაღლად განა თავისი ცხოვრების წესით და თავისი შინაგანი ნაყოფებით. ნაყოფი ასევე არის სინანული, როგორც ერთ-ერთი იგავში ამბობს მაცხოვარი. სინანულია ის ნაყოფი, რაც ადამიანმა უნდა გამოიღოს და ის ყანა კიდევ ის მინდორი თავისით არ დამუშავდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაიმედებული მხოლოდ იმით, რომ მოვედით ტაძარში წირვას დავესწარეთ, ბავშვი ვაზიარეთ თუ რაღაცა ხარდაგებას მოусმინეთ. მარტო ამით არ უნდა იყოს კაცი დაიმედებული. უნდა ყოველდღიურად თავის გულის ბაღში შრომობდეს. სოფელში რო გავივლით, ესე იგი, ეთყობა ვის ბაღში როგორი ნაშრომია. ვინ როგორ იშრობა, ნაყოფში ჩანს ეს ყველაფერი. კაცი თუ კვირაში ერთხელ ჩადის თავის მინდორში, სხვაგვარი იქნება. თუ ყოველდღიურად ჩადის, სხვაგვარი. თუ თვეში ერთხელ ჩადის, ის კიდე სხვაგვარი და თუ საერთოდ არ ჩადის, ანუ ჩვენ თუ ჩვენს გულში საერთოდ არ ვიხედებით, ის როგორიც იქნება, არასახარბიელო, ძალიან კარგად იცით. ამიტომაც ხშირად უნდა ადამიანმა გამოიტანოს იმ გულიდან თუ რამე არ მოსწონს და აღსარების გზით გამოიტანოს და გაემიჯნოს იმ ყველაფერს. ზიარებით უნდა განიწმინდოს ადამიანმა საკუთარი სული. და აი ამ კუთხით რო შევხედოთ, ახლა ჩვენ როგორ ვართ? ჩვენ ბაღში რო შევიდეთ და უამრავი რაღაცა კონტროლი შუშები, ქვებით თუ ეკალბარდები იყოს და სხვების ბაღში ვიხედებოდეთ და ვამბობდეთ, რომ აი ის უწესრიგ გორდებს, ის ასეა, ის ისეა. ჩვენ სინამდვილეში ასე ვართ. ერთმანეთს განვიკითხავთ, ის ასეთია, ის ისეთია. ჩვენ გვავიწყდება, რომ ჩვენი ბაღის გამო მოგთხოვენ პასუხს და არა მისი. იმას თავისი სატკივარი აქვს, როგორც არის ნათქვამი, ყველამ თავისი მკვდარი იტიროსო და ყველამ თავის გულს უნდა შეხედოს, როგორი გული გვაქვს ჩვენ. აი ამ გულს კიდე ყოველდღიურად ჭირდება შრომა. მორწყვა ჭირდება სინანულის ცრემლებით. აღსარება ჭირდება, რომ გამოიტანო იქიდან თუ რამე. ჭირდება, რომ სათნოებისათვის იშრომო. და როგორ ამბობენ წმინდა მამები, სათნოება განსაცდელის გარეშე სათნოებად არ იწოდება. იმიტომ აი ამბობს უფალი, რომ ნაყოფი გამოიღიან მოთმინებით. ნებისმიერი სათნოება, რაც ჩვენს გულში შეიძლება ჩაინერგოს, შეუძლებელია განსაცდელის გამოვლის გარეშე, რომ სათნოება თითქოს. და იმ განსაცდელს მოთმინება ჭირდება. წმინდა მამები ამბობენ, სხვადასხვა გარემოება, სხვადასხვა სათნოება ჭირდება, რომ ადამიანი გაუმკლავდეს, მაგრამ ყველას, უკლებლივ ყველას ჭირდება მოთმინება. მოთმინების გარეშე ვერცერთ სათნოებას ადამიანი ვერ მოიხვიც. ამიტომაც უფალი ამბობს, რომ ნაყოფი გამოიღიან მოთმინებით. იმიტომ რომ როგორც წმინდა სერაფიმე სარაველი ამბობს, სათნოება მსხალი არ არის, რომ ერთმანეთს შეჭამ. სათნოება წლები ჭირდება, ოღონდ ისე კი არა, რომ ხან გინდოდეს აკეთო და ხან არ გინდოდეს. უნდა იშრომო, უნდა დაუღალავად, მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა იშრომო, იღვაწო და შედეგს უფლის მადლი მოგანიჭებს. ჩვენზე არის, რომ დავთესოთ, რომ მოვუწყოთ, მაგრამ რომ აღმოცენდეს, ეგ უკვე ჩვენზე აღარ არის. ეგ უკვე უფალზეა, რომ მან უნდა აღმოაცენოს. ჩვენ რაც შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ის რომ აღმოცენდეს, ეგ უკვე უფლის მადლზეა დამოკიდებული. ისე რომ ადამიანი ვერც თავს ვერ მოიწონებს, იმიტომ რომ რაღაც სათნოება აქვს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მისი ნაშრომი არ არის. ეს ღვთის მადლით არის. და ამიტომ ვერ მოიწონებს თავს და რომ ვერ მოიწონებს, არც ამპარტავნების მიზეზი არ აქვს. თუმცა ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ ვიამაყოთ იმით, თუ რამე ღვთის მადლით მოგვიპოვებია. ღმერთმა დალუცილი და გახარებულები გამყოფოთ და ღმერთმა მოგვანიჭოს ყველას ძალა, რომ ჩვენს გულში დათესილი სიტყვამ უხვი ნაყოფი გამოიღოს. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.